მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და ეხლა ვნახოთ ფინანსებზეა გაშლა, მოვიღე სპეციალური დასტა. ბიზნესის, ფინანსების, კარიერის, ანუ თქვენ ეხლა ჩაიფიქრეთ, რა გაინტერესებთ ფინანსებზე, კარიერაზე, ახალი სამსახური, ბიზნესი, რა ვიცი, რა სურვილები გაქვთ, აბა? სამ ვარიანტზე გავშლი. და იქნება დაახლოებით 1 თვის ვადის განმავლობაში, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ და თუ გამოსწორდება უკეთესობისკენ. სამ ვარიანტზე. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რას უნდა ელოდოთ ამ 1 თვის განმავლობაში ფინანსებთან დაკავშირებით და თუ გამოსწორდება. პირველი ვარიანტი, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რას უნდა ელოდოთ ამ 1 თვის განმავლობაში და თუ გამოსწორდება. მეორე ვარიანტი და აგერ მესამეც, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რას უნდა ელოდოთ 1 თვის განმავლობაში და თუ გამოსწორდება უკეთესობისკენ. დავიწყოთ მაშინ, ხო? პირველი, მეორე, მესამე, გინდათ აირჩიეთ, რომელიც გინდათ უყურეთ სამივეს, უსმინეთ სამივეს, იქნება რეზონირდეს თქვენზე. ან სხვადასხვა საკითხებით შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, თქვათ. პირველი სამსახური, მეორე ბიზნესი, პროექტი, რამე და მესამე მაგალითად საერთოდ სტაბილურობა თქვენ ცხოვრებაში, რა ვიცი, აი მოკლედ თქვენ განსაჯეთ პირველი, მეორე, მესამე. დავიწყებ პირველით, როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ ახალ მომავალში. აქ ამოდის ახალი დასაწყისი, კარიერული წინსვლა, პრემიის მიღება, ვინმე ინვესტორს თუ ელოდებოდით, შესაძლებელია ინვესტორის პოვნაც თქვენი პროექტისთვის. ეხლა ამ სიტუაციაში, ამ 1 თვის განმავლობაშიო, თქვენგანო არის მნიშვნელოვანიო რაღაც წინადადებების, სპეციალური გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. ოღონდ სწორი პოზიციის დაგეგმარება. აი, ესეთი პროგნოზია პირველი ვარიანტისთვის. შემდეგი კითხვა იყო, რას უნდა ელოდოთ მუშაობას. აქ ნახეთ, ძალიან აქტიური ამოდის პირველი ვარიანტი. და თქვენი ყოველი სამუშაო, რასაც ასრულებთ ხელით, ისე გონებით, რასაც აკეთებთ, აუცილებლად აგინაზღაურდებათო ყოველი დახარჯული ენერგია. და ეს იქნება, სამართლიანად, რასაც დახარჯავ, ენერგიას რაში ჩადებ, ის მოგივა უკანო. რასაც თქვენო, მეც ენერგიას დახარჯავთ, მეც მონდომებას, მეც, ასე ვთქვათ, თქვენ სტიმულს, ხო, აი ამ საქმეში, უფრო მეტი ფულადი ინვესტიცია შემოვა, ფულად დაფინანსება. და ეს ენერგია უნდა, კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ ერთ რამეზე. ნახეთ, როცა რამოდენიმე არის ერთად აღებული, იფანტება ენერგია და როცა ერთზე გაქვს კონცენტრირება, მაგალითად კარიერა, ხო? ან რაღაც ბიზნესი, კერძო და მარტო ამაზე გაქვს მთელი ფიქრები და ენერგია, მონდომება, მაშინ პირდაპირ მიდის დანიშნულების, თავის, ასე ვთქვათ, ვექტორს პოულობს, კონცენტრაცია რატო არის კარგი, რომ არ გაიფანტოს, ის ენერგეტიკულად მიდის იქ, სადაც საჭიროა და შემდეგ შედეგიც ავტომატურად მოდის, აქაც სამყაროს კანონი მუშაობს, ხო? რასაც ჩადებ, რასაც გასცემ, ის მოგივა. და 1 თვის განმავლობაში, 1 თვის ვადით აქ აჩვენებენ, რომ წინო გექნებათო,
სერიოზულად ესეთი აქტიური პერიოდი, სერიოზული ცვლილებები ცხოვრებაში, ახალი გეგმები, სამომავლო, რომელიც გაგიხსნით უფრო მეტ რეალიზაციას და შეძლებთ უფრო მეტად, ესე იგი, თქვენი ოცნება იქნება, საქმე იქნება, სიტუაცია იქნება დაგეგმოთ სწორად და რეალიზაციაში უკვე წავიდეს პროცესი. ამ რაღაცა პროექტის, ბიზნესის, კარიერის, ახალი სამსახურის, რეალიზაცია, მოკლედ ითხოვენ მოქმედებას. და ახალი ვარიანტები გამოჩნდება უკიდეო. ფულადი შემოსავლების ახალი ვარიანტები. გადავედით ეხა მეორე ვარიანტზე, ჩემო მეგობრებო, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, აქ ამოდის სტაბილურობა. თქვენ სწორად განაგებთ თქვენ ფინანსებსო, ფულთან დაკავშირებით. და თქვენი მატერიალური სიტუაცია ნორმალურ ფაზაში მიმდინარეობს, ანუ სტაბილურად, ჯერჯერობით სტაბილურად გახართ. სამომავლო გეგმები აქ ამოდის თქვენმა მუშაობამ, სამსახურმა რაღაც გამოიღო ნაყოფი და გაძლევთ შედეგს და თქვენ იღებთ სიამოვნებას, ხო? და ასევე ძალიან უყვარს ფულს სიხარული, ნახეთ, სიამოვნება, ანუ რაღაცას ასიამოვნებ შენ თავს და ერთი თვის ვადაში. მერე, ანუ როცა დაისვენებ და მიიღებ სიამოვნებას, მერე შეგიძლია ისევე, ანუ შენ ჩვეულ რუტინაში, ასე ვთქვათ, ჩაჯდე, დაიწყო იმის კეთება, რასაც აკეთებდი და გიწევს ბევრი რამის შენ თავზე აღება. ანუ ერთი თვის განმავლობაში გექნებათ ბევრი სამუშაო რა მოკლედ, მაგრამ შედეგს გამოიღებს. სტაბილურობა გააქვთ და სიამოვნებასაც იღებთ პერიოდულად, ძალიან კარგია. მეორე ვარიანტიც ჩვენიერია ერთი თვის ვადაში, გაითვალისწინეთ, ეხლა გადავედით მესამე ვარიანტზე. მას ჩემო მეგობრებო, გადავედით მესამე ვარიანტზე და აქ ვაჩვენებენ, რომ მესამე ვინ ჩაიფიქრა, ჯერჯერობით დაბრკოლებები გაქვთ. თქვენს ანუ სიტუაციაში არის რაღაც დაბრკოლებები, რაღაც სიძნელეები, მაგრამ ამას ნელ-ნელა მოაგვარებთ. დაგეხმარებათ ამაში ადამიანი და იყავითო დაკვირვებულებიო. თუ რამე, ანუ კონტრაქტია, საქმე, ახალი წამოწყება, კარგად შეაფასეთ არსებული სიტუაციაო, ადამიანებიო და ყველასო არენდოთო, მაგრამ გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ რეალურად, იდეებს მოგცემთ და ის მოლაპარაკებებზე, ხა მესამე ამოვიდა მოლაპარაკებები, პროექტები და რაღაც, ანუ ინვესტორები და რაღაც სიტუაციები, ესეთი, რამაც თქვენ, ესე იგი, წარსულში დაპირებები ცოტა არ იყოს გაგიწვილად იმედები, ანუ ელოდებოდით, მოლოდინები ქონდათ და რაღაც არ მოხდა და ამიტომ ის რაღაცა დაბრკოლება, ანუ მესამე პოზიციაზე ამოვიდა დაბრკოლება და მოლოდინების გაცრუება. ვიღაცა, ანუ ადამიანიდან, ინვესტორიდან, მოლაპარაკებებიდან, სიტუაციიდან, მოცულობიდან, ახლა ვის როგორ, ხო? ამიტომ ეხლა დაუკვირდითო, დაფიქრდითო, იმიტომ რომ არის შანსი გამოჩნდეს კარგი ვარიანტი, ადამიანი, რომელიც მართლა რეალურად დაგეხმარებათ და მაინც მესამეზე დავამატებ კიდე ერთ კარტს, რა ქნას მესამე პოზიცია მინ ჩაიფიქრა. გულდაწყვეტა გაქვთ რაღაცაზე, შეიძლება დანაკარგიც იყო, რა ვიცი. მაგრამ ნახეთ, ამოვიდა ესეთი მაღალი არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბედის ბორბალი ტრიალებს, ანუ როცა იყო უკუღმა თქვენი სიტუაცია, ეხლა დატრიალდება წაღმა, ანუ სწორად. თუ წაგებაზე მუშაობდით, ეხლა ამჯერად წამოვა უკვე მოგება. ხო და მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, ნახეთ, არის რაღაცა საფრთხე. მაგრამ მე ხა ერთ თვეზე გავაკეთე, ნახეთ, თქვენ უფრო მეტ ლოდინს გაძლევენ, ანუ ერთ თვეში უბრალოდ
უნდა ადამიანები ასე ვთქვათ, გაწმინდოთ, გაშიფროთ, შეისწავლოთ, სანამ რამე სერიოზულ კონტრაქტს დადებთ, კარგად დააკვირდეთ. მეტი აი მოტყუების, რაღაცა გამომყენებლობის, აი ესეთი ენერგიები შემოდის სხვებისგან. რო არ მოტყუდეთ ისევ და არ გაგიცრუდეთ იმედი და მერე ერთი თვის შემდეგ უკვე ჩანს რაღაცა, რო იტყვიან სარკმელი გაიხსნება, გამონათდება. ამას ამოწმებს აგერ ეს აი ესეთი ბედის ბორბალი. მაგრამ ნუ ფიქრობთ ცუძე თან, მესამე პოზიციას ცოტა ისეთი ვარიანტია. გაწმენდვას საჭიროებს ენერგეტიკულ წმენდაზეა საუბარი. თუ მოგეწონათ დამილაიქეთ.